ცოტა ხნის წინ თბილისში საზოგადოებრივი ასამბლეა დაფუძნდა, რომელიც სხვადასხვა პროფესიის 3000-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს. ასამბლეის წევრები ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ბოლომდე მიყვანის აუცილებლობაზე საუბრობენ და აპირებენ შეადგინონ გეგმა, როგორ უნდა გამოვიდეს საქართველოს უმწვავესი პოლიტიკური კრიზისიდან. ყრილობა თეატრ სახელოსნო 42-ში ცოტა ხნის წინ დასრულდა. უფრო კონკრეტულად ასამბლეის მიზნებზე დავით კობიძე ისაუბრებს ახლა პირდაპირ ეთერში. მიზანი არის მკაფიო და ის რაც აქვს სამოქალაქო საზოგადოებას უკვე თითქმის 3 თვეა რომ დაიძლიოს ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რაც შეეხება სამოქმედო გეგმას და ამ კრიზისის დაძლევის მეთოდიკას. ეს ადამიანები ამბობენ, რომ შეიმუშავებენ შესაბამის სამოქმედო სტრატეგიას, ახალ რეფორმებს, იქნებიან დამაკავშირებელი რგოლი და ხიდი მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, ითანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ძალიან საინტერესოა ის და განსაკუთრებულ ლეგიტიმაციას ამ ასამბლეას აძლევს ის ფაქტი, რომ ამ საინიციატივო ჯგუფის წევრები არის თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენელი, ყველა თაობის ადამიანი, ის ადამიანები, რომლებიც აქტიურად იღებენ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას და დგანან უკვე უწყვეტად 73 დღეა მთელი საქართველოს მასშტაბით ქუჩაში და აპროტესტებენ ანტისახელმწიფოებრივ რეჟიმს და ცდილობენ რომ შეცვალონ ქვეყანაში ის პოლიტიკური კურსი, რომელიც არსებობს. თვლიან ეს ადამიანები იმასაც, რომ ისეთ ქვეყანაში, სადაც არის დემოკრატია, სწორედ საზოგადოება იღებს გადაწყვეტილებას და საზოგადოების სურვილისამებრ ხდება რეფორმებიც, ამიტომ ახლა თვლიან, რომ არის ის დრო უწყვეტი პროტესტის 73 დღის შემდეგ და ამ პროტესტის პარალელურად ბუნებრივია, რომ დასხდნენ ეს ადამიანები დისკუსიის ფორმატში შეიმუშაონ სამოქმედო ნაბიჯები, რომ რაც შეიძლება მალე მივიდეს ქვეყანა იქამდე, რომ ჩაინიშნოს ახალი არჩევნები, მანამდე კი ბუნებრივია ამ ადამიანების მთავარ მოთხოვნად რჩება ისიც, რომ დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს რეჟიმის ყველა ტყვე. მეც მეყარხართ ჯერ იყო სიტყვა, დღესაც არის სიტყვა, თავისუფალი და მართალი. ადრესატამდე მისთვის მას უწევს დეზინფორმაციის, მანიპულაციის, პროპაგანდის ნიაღვარის გადალახვა. ამას უმატებენ შემზღუდავ კანონებს და ისევ სასტიკ ძალადობას. ჩვენი კოლეგების ნაწილი, დიდი ნაწილი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. ერთ წვრილ ძაბზეა ახლა მზია ამაღლობელი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. თავისუფალ სიტყვას დაცვა და დახმარება სჭირდება. დავკარგავთ სიტყვას, დავკარგავთ თავისუფლებას. ძალა ერთობაშია, საზოგადოების ერთობაშია. საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეა მიმართავს მოქმედ პოლიტიკურ ძალებს და წოდებს მათ შევიდნენ რეალურ დიალოგში ყველა საზოგადოებრივ ჯგუფთან. ჩვენ გვჭირდება თვისობრივად ახალი პოლიტიკა, ისეთი, რომელიც გააცოცხლეს მკვდარ პოლიტიკურ ენას. გვჭირდება პოლიტიკა, რომელიც დაიბრუნებს რეჟიმისგან მიტაცებულ რესურსებს, დაკავებულ იდეებს, შეძლებს და განაახლებს შინაარსებს. გადაუდებლად გვჭირდება პოლიტიკა, რომელიც დაიხსნის ყველა პოლიტიკურ ტყვეს, დაიხსნის თემურ ქათამაძეს, დაიხსნის მზია ამაღლობას. ვიპოვებით ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ მომენტში. და ამ დროს ალბათ ეს ჩვენი ეროვნული გამოცდა იქნება მოახერხებს თუ არა ქართული საზოგადოება ჩამოაყალიბოს რთული საზოგადოებრივი სტრუქტურა. ისეთი, სადაც იქნება მაქსიმალური თანამონაწილეობა, მაქსიმალური ინკლუზიურობა საზოგადოების სხვადასხვა წევრების. თუ ჩვენ ამას შევძლებთ, თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, თუ ჩვენ მართლა ჩამოყალიბდებით თანამედროვე ერა, თანამედროვე საზოგადოება, მაშინ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ეს უნდა ყოფილიყო პლატფორმა, უნდა იყოს უფრო სწორად, სადაც გაერთიანდება ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია და საზოგადოების ნაწილი. საზოგადოების აქტიური პირები, აი სხვადასხვა არასამთავრობები და ასევე ორგანიზაციები, პროფესიული თვალსაზრისით, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ გვაქვს დასახული, რომ რაც შეიძლება ვაიძულოთ, რაც შეიძლება რომ ადრე მივახციოთ ამ ხელისუფლების დემონტაჟს უფრო სწორად, ხომ? ამავე დროს მიზანი გვაქვს, რომ ახალი პარლამენტის მზადება მოხდეს სხვადასხვა რეფორმებისათვის. ანუ ეს უნდა იყოს მთელი დემონტაჟი, მთელი ხელისუფლების და ახალი მზადება. ახლა რაც ხდება ქვეყანაში, ეს არის არ არის კონკრეტული ადამიანის პრობლემა, ეს არის მთლიანად საზოგადოებისთვის
კრიზისი და ეს კრიზისი არ დაიძლევა რაც კონკრეტული ინტერესის ჯგუფების ძალისხმევით, არამედ ეს უნდა იყოს მთლიანად საზოგადოებრივი ერთობის და კოლექტიურ დონეზე აზროვნების და მუშაობის შედეგი. უპრეცედენტო ფაქტთან გვაქვს საქმე, როდესაც საზოგადოებრივი სოლიდარობა აღწევს რაღაცა გარკვეულ ლოგიკურ და ძალიან ეფექტურ ფორმას, სადაც სხვა ჯგუფების და ინტერესთა სფეროების წარმომადგენლები ცდილობენ, რომ გარკვეულ კონსენსუსს მიაღწიონ და იმ საპროტესტო მუხტის კვალდაკვალ, რაც თვეების მანძილზე გრძელდება, ეს კონკრეტული ინიციატივა გულისხმობს საგნობრივად სხვადასხვა თემატურ ჯგუფების და ჯგუფების მეშვეობით იმ საკითხების წამოჭრას და წინა პლანზე წამოწევას, რასაც ქუჩაში ვერ ვახერხებთ და ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია. საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის მომდევნო ყრილობა ზუსტად ერთ კვირაში 15 თებერვალს ჩატარდება, მანამდე კი ორგანიზატორების თქმით იქნება რამდენიმე სამუშაო შეხვედრაც.